სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის გაგრძელება იმ კითხვიდან, რომელიც პირველად დასვა რობერტმა, ბობმა და ის აგრძელებს კიდევ. ამ თემას უტრიალებს ირგვლივ. მე ესე დავასათავრე, ებრაელები როგორც მესიას ელოდებიან, როგორ მესიას ელოდებიან, ღმერთს თუ ღმერთის კაცს. ჩემი მეორე კითხვა ჯონ დაკავშირებულია იმასთან, მოკლეა. როგორ მესიას ელოდებიან ებრაელები? და ჩვენ ახლა საუბრობთ ებრაელ ხალხზე და არა ლიდერებზე. რას ეძებენ ისინი მესიის თვალსაზრისით? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ებრაელი ხალხი, დღეს ებრაელთა უმეტესობა, დაყოფილია ჯგუფებად. თავიდან იტყვის ბატონი ჯონის 3 და მერე დაამატებს 4-ს. განსხვავებული ჯგუფია. ჰასიდი ებრაელები, თქვენ ყავთ ჰასიდები და ძალიან ორთოდოქსები არიან ისინი. და ისინი არიან ტიპიური ფარისევლები, როგორც ფარისევლები იყვნენ. ამათ შეიძლება უწოდოთ თანამედროვე ფარისევლები. ისევეთი ფარისევლები, როგორც ძველი ფარისევლები იყვნენ. მე ვგულისხმობ იმას, რომ მათ აქვთ იგივე მიდგომა, როგორც ფარისევლებს. გახსოვთ, რომ ძველად მაშინაც იქნებოდნენ ესეთი ორთოდოქსები, მართლმადიდებელი ახლა სწორი თარგმანი არ არის, ხომ? იმიტომ რომ მართლმადიდებელი სხვა ტერმინია უკვე, უბრალოდ როცა ითარგმნება, სწორი არის ვთქვათ ორთოდოქსი ებრაელები. და მათ აქვთ ძალიან ბევრი განშტოებები. მინიმუმ შეიძლება 10 ჩამოვთვალოთ, რომლებიც იცავენ ძველი აღთქმის კანონებს, ტრადიციებს. შეიძლება არ იყვნენ ძალიან ლეგალურები, როგორც ზოგიერთები და როგორც ჰასიდები, მაგრამ ისინიც შეიძლება მივაკუთვნოთ ამ ჯგუფს. ასევე ყავთ კონსერვატორები, რომლებიც იღებენ ძველ აღთქმას, როგორც ღვთის სიტყვას. და ყავთ რეფორმირებული, რომლებსაც არც კი სჯერათ, რომ ძველი აღთქმა ღვთის სიტყვაა. და მათ მხოლოდ ტრადიციის სჯერათ. და ყველა მათგანი რაღაც განსხვავებულს ეძებს და ელოდება. ჰასიდი ებრაელები და ორთოდოქსები რეალურად ელოდებიან მესიას, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან. და კითხვის დამსველი ბობი უგრძელებს. ღმერთს ელოდებიან ჯონ თუ კაცს ღმერთისაგან? ღმერთს ეძებენ, ღმერთს ელოდებიან ისინი? და ჯონ მაკარტური პასუხობს. ჩემის ალბათობით უფრო ღმერთისგან გამოგზავნილ ადამიანს. და რა, ეხლაც არ ელოდებიან ღმერთს? მათ ხომ მხოლოდ ერთი ღმერთისა სწამთ, რომ ღმერთი ერთია. და ეს არის ხოთაშორის მათი პრობლემა. ეს არის მთელი მათი არსება, ჯონ, რომ მათ მხოლოდ ერთი ღმერთისა სწამთ. ხედავთ, ქრისტე კიდე უკვე მეორე ღმერთია და ასე უყურებენ ისინი. შეიძლება მე ვცდებოდე და ჯონ მაკარტური აგრძელებს. არადა ისინი დაინახავენ, როცა მოვა იესო ქრისტე, რომ ქრისტე არის ღმერთი მათთვის, ზოგიერთი მათგანისათვის. და ეს, რასაც ისინი ამბობენ, ახლა მკრეხელური განცხადებაა. თითქოს და ჩვენ ორი ღმერთი გვყავდეს. და ჩემი აზრით ისინი ეძებენ კაცს, ელოდებიან კაცს, რომელიც იქნება მხსნელი. ანუ ისინი ელოდებიან დავითს, ისინი ელოდებიან მოსეს. კონსერვატორები, ზოგიერთი მათგანი, ფიქრობ ეძებს მესიას და მესიურ ხსნას. ანუ ისინი ეძებენ და ელოდებიან რაღაცა უტოპიას. სადაც მათი ერი, ეს იქნება მესიანისტური ერი და ისინი განდიდდებიან. და ისინი იქნებიან ზიაღმატებული ერი. იმიტომ რომ როდესაც ისინი კითხულობენ 53 თავს, ესაიას 53 თავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მასში ვხედავთ ინდივიდს, პიროვნებას, მაგრამ ისინი ერს აიგივებენ ამას ერთან.
რომ თითქოს და ერი იქნება ეს. აი ესე აღიქვამენ ესაიას 53 თავს. ასე ისინი ეძებენ მესიანურ აღსრულებას, მესიანურ სამეფოს და არაუცილებლად ადამიან მესიას. და ისინი კონსერვატორები არიან, ხოლო როგორც თქვი, რეფორმატორები საერთოდ არაფერს არ ეძებენ. მათ არც კი სჯერათ. ასე რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ჯგუფს საუბრობთ ჩვენ. გასაგებია? დიახ, მადლობ ჯონ, გასაგებია.